რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. და სანამ დავიწყებთ, აუცილებლად გამოიწერეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. დიქტატურებში წესია. მართველი პარტია რაღაცას მოიფიქრებს, მზარზე იმით გამოგიცხადებს და შენ ამას ტაშით ხვდები. ხანგრძლივი ტაშით, რომელიც მერე ოვაციაში გადადის. გეუბნება, 5 წელს ვასრულებთ 4 წელიწადში. შენ ახტაცების ცრემლს ვერ ერევი და ყელში ბურთ მობჯენილი საპასუხო წიანდადებას აჯახებ. რატომ 4? მოდი 3 წელიწადში ვქნათ. იმასაც სიხარული იპყრობს და ყელში ბურთ გაჩხერილი ქნა ხვდება. კარგი. ასეთი ხანგრძლივი ტაში შევხვდი ქოცების ბოლო იდეას ემიგრანტებისთვის არჩევნების აკრძალვის შესახებ. ძალიან კარგია, ძალიან. უმაგრესია. ყოჩა ბატნუბურის როგორ მოიფიქრე? არა, ვიცი როგორც მოიფიქრეთ, ლუკაშენკას ეკაიხანია გაკეთებული აქვს, მაგრამ მაინც ყოჩა ხომ შეგვისრულე. და სანამ ეს ახტაცება და სიხარული გაგვნელებია, მე შემხვედრ წიანდადებას გთავაზობ. მაიტა საელჩოებიც გავაუქმოთ, ევროპასა და ამერიკაში მაინც. ემირატებსა და ყატარში იყოს, ბელარუსშიც. რუსეთთან აღვადგინო დიპლომატიური ურთიერთობა, კაი, თურქმენეთსაც არაფერს ვერჩით, არც ვენესუელას პრინციპში. ევროპა და ამერიკა კი რაში გვარგია. დავთვალე და მარტო ევროპაში 34 საელჩო გვაქვს. ამაზე გაცილებით მეტი საკონსულო. გარდა ამისა, გვაქვს საელჩოები შეერთებულ შტატებში, ცალკე გაეროში ნიუ-იორკში, ცალკე გაეროში ჟენევაში. გვაქვს მისია სტრასბურგში, ევროსაბჭოში, საიდანაც პრინციპში გამოგვაგდეს. გვაქვს საელჩო ნატოში. წარმოიდგინე, ბორის გრიგორიჩი, რომ ერთად იცილებ 40-ზე მეტ ხორცმეტს. თითო საელჩოში ყველაზე ნაკლები 10 დიპლომატი ხომ აინცაა. დიდში იქნება 20, 25. ამათი ხელფასი და პრივილეგიები დათვალე ახლა. მერე მარტო მაღალი ხელფასი ხომ არაა, ოჯახებით არიან იქ. მოიწყოს კაი ცხოვრება ჩვენი ფულით. შვილებს საუკეთესო განათლებას აძლევენ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურება აქვთ. ყველაფერს ფასდაკლებით ყიდულობენ, ჯინსიდან ვისკის ჩათვლით. საუკეთესო გარემოში ცხოვრობენ და თითზე არ შემოარტყამენ, რომ პროჭორილური პარტიის პოზიტიური იმიჯი გააჩინონ იმ ქვეყანაში. და მარტო შენობებში რამდენს ვიხდით იცით? კომფორტულ ვილებში დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში. ამ საელჩოებსა და საკონსულოებს აქამდე მხოლოდ ის ფუნქცია ჰქონდათ, რომ 4 წელიწადში ერთხელ საარჩევნო უბნებად იქცეოდნენ. მაგრამ ისეთ დაბალ პროცენტებს გიწერდნენ, ნამდვილად ვერ ამართლებდნენ ნდობას. მართველი პარტია რომ 13%-ზე მეც ვერ მიიღებს, თან იმ პირობებში, როცა ყველა ოპოზიციონერი შეძლების დაგვარად გაცხრილული და დაბლოკილი ყავს, აი იმ ქვეყანაშიც კი. იმ ელჩსა და საელჩოს საერთოდ რა ხელფასი ეკუთვნის. დამით უმეტესა, რისთვის გვჭირდება ამდენი მუქთამჭამელი რეგვენი ძვირადღირებულ მივლინებაში, როცა აღარც მაგარჩევნებს ჩავატარებ და აღარც მაგ ტიპებს მიესვლებათ მასპინძელი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებში თუ სადმე სხვაგან. მაინც უკეთეს შემთხვევაში სადავო ლეგიტიმაციის ხელისუფლების დიპლომატებს უწოდებენ, უარეში კი რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, პირდაპირ ეუბნებიან. აგერ სამ ყველაზე რადიკალურად განწყობილ ბალტიურ ქვეყანაში ელჩის საერთოდ არ ყავს. 3 ელჩის ვაკანსია. გესმით? რა რთულია კანდიდატურის შეთანხმება, როცა პუტინის შნირს გიწოდებენ. გამოსავალი ერთია და მარტივი. ჩაალაგონ ჩემოდნები მაგ ჩემის დიპლომატებმა და დაახვიონ სახლში. ეგენი მაინც გადარჩნენ იმ მავნე საინფორმაციო ზეგავლენას, რომელსაც დანარჩენი ემიგრანტები ვერ გადავარჩინეთ. გონი პირველად ვინანე, რატომ არ მომცა უფალმა მხატვრობის ნიჭი? რატომ არ დამაბერტყა უნარი შექმნა რამე, რაც საუკუნეებს თუ არა, აწლეულებს მაინც გაუძლებს. მაგალითად ისეთი როგორც მისცა ჯაკობ გროს, გერმანელ სკულპტორს, რომლის ქმნილებებმა ეხლა რო გითხრათ, პირველ ფიქრად გამიჩინა. ჩემთვის რომ ვინმეს ეთხოვა, ეკითხა, ხოცის ძეგლი როგორი უნდა იყოსო, აი, რას გააკეთებდი, ან როგორ დაინახავდიო. დავიწყე იაკობ გროსის ხელოვნების ნიმუშების თვალიერება და უცებ მომივიდა აღმაფრენა. მივხვდი როგორი შეიძლება იყოს ხოცის მონუმენტი და როგორი უნდა იყოს. ესაა იტალიელი ზეგლი. ალბათ ასე წარმოგიდგენია ყველას საშუალო სტატისტიკური იტალიელი. ყოველ შემთხვევაში ავტორს ნამდვილად ასე წარმოუდგენია. ამას ქვია პოლიტიკური მოვალეობა. ბუნებრივია რომ გერმანელისთვის შეიძლება ასე აღიქმებოდეს პოლიტიკური მოვალეობა. ჰაილჟესტით გაწვრილი ხელის მოჭრა. ამას ქვია welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ძალადობის თემა ხელოვანისთვის რომ ახლოს იყოს აბსოლუტურად ბუნებრივია.
მიიხატე ღიმილის სახეზე. სხვათა შორის ძალიან დროული და ძალიან აქტუალური მოწოდებაა, როდესაც სტრესულ დროსა და საზოგადოებაში ცხოვრობ. მით უმეტეს პოლიტიკოსებისთვის. გაითვალისწინეთ. ეს არის ავტოპორტრეტი. აქაც ყველაფერი გასაგებია. სრულყოფილების ზებნა და სხვა და სხვა და სხვა. ეს მართალი რომ გითხრათ, ქართული ოპოზიციის მინიშნება უფრო მგონია. პირველ რიგში ლელოსი ან გახარია თვალთხარიას. იმ პარტიების, იმ ძალებისა, რომლებმაც მოიჭრეს ფეხი და მოიჭრეს თავი ადამიანებამდე, ხალხამდე მისულიყვნენ. გაბრაზებულ მოქალაქემდე, რომლებიც ერთ წელია ქუჩაში დგანან. ეს ინსტალაცია ალბათ ეძღვნება იმ ქართველ ამომრჩეველს, ვინც დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში ვერ გაარკვია, სად არის თეთრი და სად შავი. ვერ ისწავლა კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ვერ მიხვდა, ვის შეიძლება მისცეს ხმა და ვის შეიძლება ჩააბაროს ქვეყნის ბედიღბალი. ეს ზოგადად ამომრჩეველია ოპოზიციის. საბედნიეროდ ყველა არა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი, ვინც ერთმანეთთან კინკლაობაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე რეალურ პრობლემასთან, რეალურ მოწინააღმდეგესთან, პროჭრვილელებთან ბრძოლაში. ეს თითქოს გავს ხოცებს, თვით სიყვარული ჰქვია. უცებ წარმოვიდგინე ვინმე ირაკლის არქოა, ან ირაკლი ყუბახიძე, თმას რომ ივარცხნის, სარკეში იყურება და ემზადება გამოსვლისთვის, ან კახა კალაძე, მაგარ ლასს რომ იყენებს იმედის სტუდიაში შესვლამდე, სანამ Deep State-ის ძაგებას შეუდგება. ხოცის ძეგლა ზოგადად ეს ესწავა. ეს ყველა იმ ვითომ კაცის ძეგლია, ვისთვისაც საკუთარი სამსახური სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შვილების, შვილთა შვილების ქვეყნის ბედი. ვინც თulis რომ მისი პირადი აქტიურობით არაფერი შეიცვლება. სხვა მიაქტიუროს, მე არა. მე პატარა კაცი ვარ, მე ვინრას მკითხავს. მეტყვიან თეთრიაო, უპასუხებ თეთრია. მეტყვიან შავია, უპასუხებ ხოლო შავი ყოფილა. რასაც ჩამძახებენ, ამომძახე. მეტყვიან ტაში დაუკარიო და დაუკრავ, სხვა რა გზა მაქვს. აი, ამ ინსტალაციამდე რომ მივედი, გამინათდა. აი, ძალიან ახლოს ვარ პროჭრვილელის მონუმენტის იდეასთან. სუსტად ასეთი მოტრიალე თითი წარმოვიდგინე, ოღონდ ცხვირში არა, სადმე სხვაგან. და სანამ თქვენ ენაზე გადგა და უპასუხებთ კითხვას, სად იტრიალებს თითს პროჭრვილელი, მისი ნამდვილი ძეგლიც აღმოჩნდა. ხოცის ხატი, ჯაკობ გროსესგან. მოგესალმებით, გალბატონებო და ბატონებო. მივესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. დიდებული ადამიანები უძეგლო და უმუზეუმოდ არ უნდა იკარგებოდნენ. სულ მაწუხებს კითხვა, სად გავხსნათ ქოცების მუზეუმი. რა თქმა უნდა, ყველაზე ბუნებრივი და ღირსშესანიშნავი ადგილი არის ქალაქის თავზე, თაბორის მთის გასწორებ გორაზე, კონკავშირის ყოფილი ხეივნის გაგრძელებით. დიდებული შენობა, კონდიცირებით, ნახატებისთვის აუცილებელი რეჟიმის განათების, ტენიანობის შენარჩუნების დანადგარებით, ლამაზი პარკით, მანქანების მისასვლელით, ვერტფრენის დასაჯდომი მოედანიც კი ჰქონია. მოკლედ, საუკეთესო ადგილია. პრობლემა ისაა, რომ დროებით დაკავებულია. ჯერ კერძო საკუთრება ჰქვია. დროებით. მაგრამ სანამ ის სახლი გათავისუფლდება, უკვე გვაქვს ადგილი, სადაც შეგვიძლია განვათავსოთ დროებითი ექსპოზიცია მაინც. პირველი ექსპონატები. საქართველოს თბილისი, მოსაშვილის ქუჩა 10. მართალია ცოტა მაღლაა, ბოლო და ბოლოს წინა სართულია. სამაგიეროდ აქვს თავისი ბაღი და არც ფეხით მოგიწევს ათხლეშა. კომფორტული ლიფტი მუშაობს. ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქართული ოცნების კორუფციის მუზეუმში. ეს არ იქნება მხოლოდ ოქროს ზოდების, ან ფულის ტომრების, ან მერსედესის ბრელოკების, ან ძვირიანი თოფების გამოფენა. ეს ინტერაქტიული მუზეუმი იქნება. დამთვალიერებლებს ექნება საშუალება გაესაუბრონ თვით კორუფციას, განსხეულებულს. თუ ეს ერთხელ სპეციალურ დღეებში პენტენციურ სამსახურთან შეთანხმებით, თქვენ გიმასპინძლებენ საქართველოს დამსახურებული კორუფციონერები. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ილუაშვილი, ჯვანშერ ბურჭულაძე, რომეო მიქაუტაძე და სხვები და სხვები. ეს სია იფსება კიდევ. ეს შეხვედრები და ექსკურსიები ძალიან საინტერესო იქნება. თქვენ ძალიან ბევრს შეიტყობთ 2012-2025 წლების საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ბიზნესის წარმოების სპეციფიკასა და ქართულ ჯიგრულ პონტზე ზოგადად. მომავალში სახელმწიფოს წინსვლის პარალელურად ექსპოზიციას გამრავალფერუნდება და გიდების შემადგენლობაც შეივსება. დაგეგმილია, რომ დაემატება რუსულენოვანი გიდიც, რომელიც კორუფციის საწყისებთან ერთად ისაუბრებს საქართველოს მცენარეული და ცხოველურ ფრინველურ თევზეული ბუნების მრავალფეროვნებასა და 4 წლამდე ბავშვების ძუძუთი კვების უპირატესობებზე. მაგრამ ეს ოდნავ გაწელილ პერსპექტივაში. ახლა კი მიმდინარეობს მოლაპარაკება ონლაინ გიდა დასაქმდეს ასევე რუსულენოვანი დამსახურებული კორუფციონერი ოთარ ფარცხალაძე რომანოვი. ოღონდ ამ დამსახურებული ხალხის გიდობით ჩატარებულია სპეციალური ექსკურსიები სამწუხაროდ ფასიანი და ზვირიანი იქნება. უფასოდ და იაფად არაფერი არ ქნეს ამ შაკლებმა. მე ხომ ვიცი როგორ ნერვიულობთ ყველანი ირაკლი ღარიბაშვილის ბედზე. მეც ნერვიულობ. როგორ დაგისკდათ გულები, როცა სასამართლომ 1 მილიონიანი გირაო დაუდგინა. ახლა კი მისმა ადვოკატმა გვამცნო, რომ გირაო გადახდილია. სახელმწიფომ იმ 1 მილიონში გაუკვითა ვაკის ბინა.
ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ერთ საინტერესო დოკუმენტს. ეს არის თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც შევსებულია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. როგორც ხედავთ, 2025 წლის 16 მარტს. დოკუმენტში ასახულია უძრავი ქონება, რაც ოფიციალურად აბადია საქართველოს ორგზის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. აქედან ყველაზე საინტერესო არის ბინა, რომელიც ახლა ჩაუდია გირაოდ. დაიმახსოვრეთ რიცხვი 1 მილიონი. ვიცით, რომ კაცი მეცახელად ღატაკიშვილი ფლობს ორ ბინას ორ სართულზე მოსაშვილის ქუჩაზე და ამ დეკლარაციაში, დიახ, არის ორი ბინა მოსაშვილის ქუჩაზე 10 ნომერში, სხვადასხვა ფართობისა და სხვადასხვა ფასის. ერთი შედარებით მომცრო, თუ კი შუაგულ ვაკეში 159 კვადრატულ მეტრიან ბინა შეიძლება მომცრო დაერქვას. ეს მომცრო ღარიბაშვილს შეფასებული აქვს 185,000 ლარად. მეორე უფრო დიდი ბინა 170 კვადრატული მეტრი შეფასებული აქვს 221,000 ლარად. რომ გადაავლო თვალი ღარიბაშვილის წინა წლების დეკლარაციებს, 10 წლის წინაც, მაგალითად, ეს ბინები ამავე ფასად ჰქონდა შეფასებული და დეკლარირებული. 10 წელიწადში, რა თქმა უნდა, ბინების ფასი შეიცვალა, მაგრამ ღარიბაშვილისთვის დეკლარაციაზე ეს არ ასახულა. 2025 წელს, მას შემდეგ რაც ღარიბაშვილს შეექმნა სამართლებრივი პრობლემები, ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენმა, რომელსაც ახლა აუქმებენ, გამოაცხადა, რომ თურმე მის კანტორას შესწავლილი აქვს ორგზის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის 2025 წლის დეკლარაცია და მასში არანაირი კანონდარღვევა არ აქვს აღმოჩენილი. მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ ეს ბინები მართლაც ასე ღირს, რომ ღატაკიშვილს, ჰაკიმ-ფაშას, ტრიტრის თუ რაც გინდა ის დაარქვით, ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე აქვს მითითებული რეალური ფასი და ერთი ბინა ნამდვილად 185,000 იღებს, მეორე კი ნამდვილად 221,000. ამდენი მათემატიკა ქვეშ მიწერი თუ კალკულატორით თუ ჩოთქით იმედია ბატონმა რაჟდენმა იცის. ჩვენც ვიცით და ბორია ივანაშვილმა ხო იცის და იცის. და რამდენი გამოვა 2021 პლუს 185 406,000. ახლა ძალიან თუ გაიჭინთება ბორია სასამართლომ. ამას შეგვიძლია დაუმატოთ მაგალითად ღარიბაშვილის კიდევ ერთი ბინა გაგარინის ქუჩაზე, რომელიც 100,000 ლარად აქვს შეფასებული. 506,000 ლარი. არასაცხოვრებელი ფართი, სავარაუდოდ სარდაფი 6,700 ლარი, 512,700 ლარი და კიდევ ერთი გარაჟი გონია საბურთალოზე 10,000 ლარი. ჯამი გამოდის 522,700 ლარი. ჭინთვით, მაგრამ ისე როგორ უნდა გაიჭინოს პროჭორილური მართლმსაჯულება, რომ 9 მილიონიანი ქონება 1 მილიონიან გირაო დაუთვალოს და ჩაუთვალოს. ისევ რაღაცას გვატყუებენ და გვაბოლებენ. კაი, ჩვენ თავი ჯანდაბას და მთავარია ბატონი ბორისი არ მოტყუდეს. სულ ხელებში უყუროს მისივე გამოზრდილა კრიმინალ შულერს. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.